დაიწყო სკოლა უბრალოდ და სწავლა და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის მაგის. ბატონი ირაკლი არის. ბატონი დავითის ძმა, ჩემი უფროსი ვაჟი. ჩაიდანიმაც დაიკვნესა. ამაში გვიყრია კუნელი. მოკლედ კუნელის ჩაიზე არ ვაფოთ. ირაკლი ჩვენი გვარი საიდან არის? კი, ცხინვალიდან. აი, ცხინვალიდან. მამა ჩემი იყო 1924 წელს დაბადებული და იძახდა რომ ცხინვალშიო, ჩემ ჯეელობაში სადღაც ერთი 20 წელს არ იყო. აი მანამდეო ცხინვალში ცხოვრობდა ერთი ოსიო, იყო ნალბანდიო რა, აი ნალევსო ცხენებს აჭედებს. ჩამოდიოდნენ ხოლმე ოსებიო მთიდანო და კვირაში ერთხელ ბაზრობა იყო, ეგეთი წოპიანი ქუდებით, იმითი რა ქვია. ჩაყოს რო ეცვა რაღაც ტყავის ეგეთი რაღაცა, უსახელო რაღაცეები და ჩამოქონდათ კარაქი, ერბო, მატყლი, მოკლედ რა მთაში რაც იყო, ჩამოქონდათ ივაჭებდნენ, მერე მიდიოდნენ. ბავშვობაში მე ძალიან შეეთავა ცხინვალში ნამყოფი და ცოტა ოსურიც ვიცოდი. და რა ვიცი, ეს ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდით ნორმალურად. არავის არ უთქვია რომ ეს ოსია და დამპალიანის ქართველია, ჩემზე ვიღაცას ეთქვას. მე რო უკვე ბავშვი ვიყავი, მაშინ უკვე ოსები ცხოვრობდნენ ცხინვალში. მაგრამ აი ეგეთი რაღაცა რომ მოდი აი ერთმანეთში ცოლიც მოყავდათ, დანათესავებული იყვნენ კიდევაც. ამხანაგი მყავდა ოსები, რავი, ცხინვალში ცხოვრობდნენ და მე რავიან ღორიშვილმა რუსებმა სულ ყოველს გონება გადაუტრია. ჩვენ ვერ წავალთ მანდედან, ჩვენი მიწა უეჭველი, განა მარტო ჩვენ ვიცით მაგათაც იციან. ხო და ეგ მაინც დაბრუნდება თავის ადგილზე სულ ყველაფერი. ეხლა ეს ამბავი რატო დავიწყე? ჯეელობა მეთქი ცხინვალში მაგ გატარებული რა, ის ყველაფერი ვიცი. ეხლა რომ გამიშვალ თვალდახუჭური ვიპონი ყველაფერს.